თბილისი 3 დღის განმავლობაში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. საქართველოს დედაქალაქი გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს მასპინძლობს. 23-25 ივნისს თბილისი გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს უმასპინძლებს, რომელიც 1000-ზე მეტი ქვეყნის და 500-ზე მეტ დელეგატს გააერთიანებს. მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმაზე მსოფლიო ლიდერები და საჯარო მმართველობის ექსპერტები მოქალაქეზე ორიენტირებული ინოვაციური საჯარო სერვისების განვითარებაზე იმსჯელებენ. ამ თემაზე სასაუბრად ჩვენთან იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი მოვიდა. მოგესალმებით ბატონო ბექა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირველ რიგში მაყურებელს რო აუხსნათ, რა ღონისძიებაა ეს და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს საქართველო მასპინძლობდეს. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ საკითხით დაინტერესებისთვის და მოწვევისთვის და ძალიან ესე ვთქვათ, ისეთ გარემოში ვართ ახლა საფეხბურთო გარემოში, მარტივად რო გითხრათ, დაახლოებით რაც ფეხბურთში არის სოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა, ისეთი ღონისძიება არის საჯარო სერვისების მიმართულებით ეს ღონისძიება და თბილისი საქართველოს აი ამ მნიშვნელობის ღონისძიებას მასპინძლობს. ჩვენ ფაქტობრივად 3 დღის განმავლობაში ვიქნებით მსოფლიოს ცენტრში. აქ ჩამოდიან ყველა ექსპერტი, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღები პირები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, სააგენტოების ხელმძღვანელები, ქალაქის მერები, დარგის ექსპერტები, ან ფაქტობრივად ყველა ადამიანი, ვინც მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს საჯარო ადმინისტრირებაზე, სერვისების განვითარებაზე, იქნება თბილისში და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ აი ეს დიდი გამოცდილება ერთმანეთს გაუზიაროთ. თვითონ მნიშვნელობად რაც შეეხება, პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი აღიარება იმ რეფორმებისა და მიღწევებისა, რომელიც საქართველოს აქვს საჯარო სერვისების მიმართულებით განსაკუთრებით. ფაქტობრივად ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ერთგვარად სავიზიტო ბარათად იქცა ის ეფექტიანი სერვისები, გამარტივებული, დაჩქარებული სერვისები, რომლის მიღების შესაძლებლობაც აქვს ჩვენს მოსახლეობას და არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და მიზანი, რის გამოც თბილისი შეირჩა აი ამ მასპინძელ ქალაქად, რა თქმა უნდა, იყო სწორედ ეს რეფორმები და ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პატივია, რომ ჩვენ გვერგო ამის პატივი. ბატონო ბექა, საინტერესოა რა საკითხებზე იმსჯელებენ მონაწილეები 3 დღის განმავლობაში და გახსნაზეც რომ ვისაუბროთ, ვინ გახსნის ღონისძიებას. ღონისძიებას გახსნის იუსტიციის მინისტრი ბატონი პატასალია და გაეროს გენერალ-მდივნის მოადგილე ბატონი ალი ჯუნხუა, რომელიც აი ამ მიმართულებას კურირებს გაეროში. ასევე მთავარი მომხსენებელი გახსნის ნაწილში იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე და ჩვენ გახსნითი ნაწილის შემდეგ უკვე 3 დღის განმავლობაში სხვადასხვა ფორმატში ეს იქნება პლენარული სესიების ფორმატიც და ვორქშოპები ეგრეთ წოდებული მოგვიწევს მთლიანად აი ყველა საკითხის გავლა, რომელიც უკავშირდება საჯარო სერვისებს. პირველ რიგში როგორ უნდა მოხდეს საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა აბსოლუტურად ყველასთვის, რომ ეს სერვისები იყოს ეფექტიანი, სწრაფი, როგორ უნდა მოხდეს ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის დანერგვა აი ამ სერვისების მიწოდების პროცესში, ისე რომ მეორე მხრივ დავიცვათ ადამიანის უფლებები და ზედმეტი ინფორმაცია არ მოხდეს ხელოვნური ინტელექტის ხელში. საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ამ კუთხით და რა თქმა უნდა ასევე საუბარი შეეხება იმ საკითხებს, როგორ შეიძლება საჯარო ინსტიტუტები გახდეს უფრო მეტად ეფექტიანი, უფრო მეტად ანგარიშვალდებული და როგორ უნდა იყოს თვითონ სერვისის მიმღები ჩართული უფრო აქტიურად აი ამ პროცესში. ყველა აი ამ საკითხს განვიხილავთ. გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის სხვა მიმართულებითაც, რადგან 100-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელია ჩამოსული, რომელიც ფარავს აბსოლუტურად ყველა კონტინენტს. და ისეთ სახელმწიფოებს, რომლებთანაც ჩვენ სხვა ფორმატებში შესაძლოა ეს აქტიური ურთიერთობის შესაძლებლობა არ მოგვცემოდა და ეს ერთი მხრივ მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი ქვეყანა კარგად გავაცნოთ, ჩვენი კულტურა, ტრადიციები კარგად გავაცნოთ ამ ხალხს და მეორე მხრივ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე არაღიარების პოლიტიკის კუთხით, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხით, რადგან ჩვენ ადგილზე დედაქალაქში გვექნება შესაძლებლობა 100-ზე მეტ სახელმწიფოს წარმომადგენელს, მაღალი დონის წარმომადგენელს ვესაუბროთ და ამ კუთხითაც ვფიქრობთ, რომ ძალიან ღირებული იქნება საქართველოში ამ ღონისძიების მასპინძლობა. ბატონო ბექა, დაჯილდოების საკითხზეც რომ ვუთხრათ მაყურებელს, რომელიც როგორც ვიცი ფორუმის ბოლოს გაიმართება. აი ამ თემაზე დაწვრილებით რო გითხრათ, რას მოიცავს დაჯილდოება და როგორ და რანაირად? დიახ, თვითონ ეს ღონისძიება ყოველწლიურად იმართება ფორუმი. საწყის ეტაპზე ამას მასპინძლობდა ხოლმე თვითონ გაერო ნიუ-იორკში და ბოლო რამდენიმე წელია მან გადაწყვიტა, რომ სხვადასხვა სახელმწიფოში ჩაატაროს ხოლმე და ისეთ ქვეყნებს არჩევს ხოლმე, სადაც ეს საჯარო სერვისები არის გამორჩეული. სხვადასხვა დროს ამას მასპინძლობდა სამხრეთ კორეა, იყო დუბაიში, იყო ჰააგაში, ნიდერლანდებში, მაროკოში
და დღეს უკვე სტარდება თბილისში. დაჯილდოების ცერემონიას რაც შეეხება, სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საუკეთესო მიღწევები თავისი სხვადასხვა პროექტების მიმართულებით, რომელიც საჯარო სერვისებს შეეხება, ეს წარმოადგინონ და გამარჯვებული შეირჩევა ამ კუთხით. აქაც ბატონი მინისტრი მიიღებს მონაწილეობას გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთად. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ თვითონ ყველაზე დიდი ჯილდო ეს არის მასპინძელი ქვეყანა, მასპინძლობა ამ პროექტის და მინდა ცოტა გავასწრფიდევაც მოვლენებს და გითხრათ, რომ გახსნით ღონისძიებაზე გაეროს მხრიდან იქნება ამის განსაკუთრებული აღიარება და საქართველოს მთავრობას იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული ჯილდო მადლობა გადაეცემა იმ ყველაფრისთვის, რაც საქართველოში შექმნა აი ამ სერვისების სახით და უკვე ბოლო დღეს დაჯილდოებაზე სხვა სახელმწიფოებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი წარმატებული პროექტები წარმოადგინონ და შემდეგ მათ შორის შესაძლოა ესეც გახდეს ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, თუ ვის შეარჩევს გაერო მომავალში მასპინძლად აი ესეთი ფორუმის შეიძლება ისევ ჩვენ გვერგოს პატივი თქვენი მიზანი ეგ არის. აი ბატონო ბექა თქვენ ახსენეთ ეს პრაგმატული რისთვის გამოვიყენებთ ხო ამ პლატფორმას და არაღიარების პოლიტიკა ახსენეთ მათ შორის. კიდევ რა შეიძლება რას დაამატებდით ზოგადად ამ ფორუმზე საუბრის დროს და რა პრაგმატული მოგებები შეიძლება ვნახოთ აი ხელოვნური ინტელექტიც ახსენეთ და ალბათ ამ ხრივ პრაქტიკის გაზიარებაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ახალი ხილი ასე თუ ისე მაინც ხომ სოფლიოსთვის. პრაქტიკულ სარგებელზეა. პრაქტიკულ სარგებელზე დიახ. პირველი პრაქტიკული სარგებელია სერვისების მიღმაც რო შევხედოთ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ტურიზმის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი არის. როგორც გითხარით, ისეთი ქვეყნები, აი ოკეანეთით დაწყებული, აი ყველაზე უკიდურესი დასავლეთით დამთავრებული და პირიქით, ან ფაქტობრივად მთლიან ყველა კონტინენტს, მთელს დედამიწას ფარავს წარმომადგენლობა და ამ ქვეყნის წარმომადგენლების შესაძლოა საქართველოში სხვა მიზეზით არ ჩამოსულიყო. და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ისეთი პროგრამა შევთავაზოთ, არა მხოლოდ ოფიციალური, არამედ კულტურული პროგრამაც, რომ ველოდებით, რომ როდესაც ისინი დაბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში, ძალიან ბევრ ტურისტს გამოაგზავნიან საქართველოში, ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის ცნობადობა გაიზარდოს. რაც შეეხება უშუალოდ სერვისების მიმართულებით, ჩვენ არ გვინდა რომ ეს იყოს უბრალოდ მასპინძლობა და ფორუმი 3 დღე, არამედ უკვე სამზადისი გვაქვს დაწყებული, შემუშავებული არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა გახდეს საქართველოში საჯარო სერვისები უფრო მეტად ხელმისაწვდომი ყველა მოქალაქისთვის. მათი ინტერესებიდან გამომდინარე არის მომხმარებელთა კატეგორია, რომელსაც ურჩევნია ონლაინ დისტანციურად მიიღოს სერვისები და ჩვენ აქტიურად მუშაობთ, რომ მათ შორის მობილური ტელეფონით იყოს მაქსიმალურად ყველა სერვისის მიღება შესაძლებელი. ვიღაცას ურჩევნია, რომ ისევ იუსტიციის სახლებში ფიზიკურად მოვიდეს, რადგან რაღაც თანამშრომელთან კონტაქტი არის მისთვის პრიორიტეტული და მუშაობთ, რომ ამ კუთხით იუსტიციის სახლები გახდეს უფრო კომფორტული ერთი მხრივ და მეორე ადგილზე სერვისის მიტანას ვავითარებთ, რომ ერთი მხრივ მობილური იუსტიციის სახლებით მივიდეთ მაღალმთიან სოფლებში, ზოგადად რეგიონებში და ასევე დედაქალაქშიც და დიდ ქალაქებშიც უფრო მეტად დაიხვეწოს, რომ ვიღაცას თუ უნდა სერვისი ადგილზე გამოიძახოს, ამის შესაძლებლობა დღესაც არსებობს. თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად ბევრ სერვისს უნდა შეეხოს და რაღაც კუთხით ჩვენი ამბიცია არის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებიც იყოს ისე დანერგილი, რომ ადამიანს ჰქონდეს სრული არჩევანი, კომფორტი, რა ფორმით სურს მას სერვისი მიიღოს, ეს სახლიდან გაუსვლელად იქნება და თუ ადგილზე მისვლით. სრული შესაძლებლობები იყოს ამისი და რა თქმა უნდა თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი იქნება ამ კუთხით აქტიურად გამოყენებული, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამას ჩვენ ისე გავაკეთებთ, რომ აუცილებლად გადაზღვეული იყოს ყველა თამდევი რისკი და აი ამ კუთხით საუკეთესო გამოცდილებამ ფაქტობრივად იქნება ის ექსპერტები იქნებიან და ის ადამიანები, რომლებსაც ან უკვე აქვს ეს უკვე დანერგილი პრაქტიკაში, ან ეხლა ნერგავენ და ჩვენ ამ ფორუმის შემდეგ ძალიან მალე უკვე კონკრეტულ სამოქმედო გეგმას დავამტკიცებთ, მთავრობა დაამტკიცებს, სადაც უკვე ვფიქრობთ, რომ მოსახლეობისთვის ძალიან საინტერესო სიახლეებს შევთავაზებთ სერვისების მადლობა. მადლობა ბატონო ბექა ძავაშვილი იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო შუადღის სტუმარი. თამთა სურვილის კუთხით მე გეტყვი, რომ იქნებ მომავალ წელსაც ჩვენ აგვირჩიოს გაერო მასპინძელ ქვეყნად იქნება ძალიან სასიამოვნო